მოგესალმებით შუადღემშვიდობის. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. დღეს უწყვეტი პროტესტის 22 დღე არის და სულ ახლა ხანს რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რაც მინდა რომ გაუზიარო ჩვენს მაყურებელს, ვფიქრობ რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია არის. TBC ბანკმა და საქართველოს ბანკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ თქვეს, რომ 5 მილიონ ლარს გამოყოფენ იმ ადამიანების, რომლებიც დაზარალდნენ ამ პროცესში და ასევე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელიც ასევე ზარალს განიცდიან მთელი ამ პროცესის განმავლობაში, იმიტომ რომ გვესმის და ვხედავთ იმას, რომ ამ პროცესში ბიზნეს გარკვეულ ნაწილს ვეღარ ოპერირებს, იქ არიან ადამიანები დასაქმებული, რომელიც ამ პროცესში ზარალდებიან და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ნაბიჯები ბიზნესისგან, დიდი და მსხვილი ბიზნესებისგან, და როდესაც საუბრობთ, რომ პროტესტის მუხტი და ტალღა არის მზარდი, ზუსტად ამას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ აღარ დარჩა ამ ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ბიზნესი და ინდივიდები, რომლებიც უკვე ამ პროტესტს არ უერთებიან საკუთარი ინიციატივებით და ესეთი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი არ არის ორდღიანი, ხედავთ, რომ სისტემაში ბზარი არის შესული, მაგრამ ამას საჭიროა სათანადო მხარდაჭერა და მიწოლა, ამიტომ ეს ვერავინ ვერ იტყვის, რამდენი ხანია დარჩენილი იქამდე, სანამ ჩვენ თავარ მოთხოვნას მივახცეთ, ეს არის ახალი არჩევნები და უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს გაურკვეველი ვადით და ამიტომ მსგავსი ტიპის მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი და სასწაული. ახალი არჩევნები და ყველა დაპატიმრებული ადამიანის ყველაფერი თანზდევს, ყველაფერი, თორე კიდე სხვა ძალიან ბევრი პრობლემაა, მაგრამ ეს არის უმთავრესი მოთხოვნა, მე ამაზე ვისაუბრე გუშინაც და წინა დღეებშიც, იმიტომ რომ თუ ეს მიზანი არ იქნა მიღწეული, ჩვენ ისევ საფრთხის წინაშე ვართ, რომ ერთ-ორ თვეში ისევ დაიჭირონ ადამიანები გაუგებარი ბრალდებებით, ამიტომ მთავარი არის, რომ ქვეყანაში სისტემა შეიცვალოს და ის ადამიანები, რომლებიც ახლა საპრობილეში იმყოფებიან და ყოველდღიურად მინდა მე მათ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადო, მაგრამ მათი მსხვერპლი იქნება ამაო თუ ამ ქვეყანაში არ მოხდა ცვლილებები, იმიტომ რომ ყველა მეც თქვენც და ნებისმიერი ადამიანიც იქნება საფრთხის ქვეშ თუ ამ ქვეყანაში არ ჩატარდა ხელახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში უნდა ვისაუბროთ ასევე მნიშვნელოვან თემაზე, ეს არის საჯარო სამსახურების სწორად ხერთმმოცნებამ დაჩქარებული წესით განიხილა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები, სადაც მათ საკუთარ თავს უფლება მიანიჭეს, რომ ადამიანები გაუშვან სამსახურიდან მათი შეხედულების ამებ, შეიძლება ეს იყოს გვესმის თუ რატო შეიძლება ეს მოხდეს მათი პოლიტიკური αφილიაციების გამო და ამ ადამიანებს შესაბამისი ანაზღაურების და უბრალოდ რო ვთქვათ, ზოგადად შრომითი საჯარო მოხელების შრომით უფლებებზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ხო საინტერესო არის ერთის მხრივ კანონი რას გვთავაზობს და მეორეს მხრივ რისი უფლება გვაქვს საჯარო, ასე ვთქვათ, მოხელეებს, ჩვენი შრომითი უფლებები რომ იყოს დაცული. ანა, მოგესალმებით, ჩვენი სტუმარი წარადგინე შენ თვითონ. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. დღეს ჩვენი სტუმარი არის ნატი გელოვანი, კანონის უზენაესობის ცენტრის იურისტი, ასევე ყოფილი საჯარო მოხელე, ისევე როგორც მეც გახლავართ ყოფილი საჯარო მოხელე, თანაც გამოცდილებით რომ ვიდავე პოლიტიკური დისკრიმინაციის გამო და მოვიგე სასამართლო, მაშინ დაიცავი შენი უფლებები. დავიცავი ჩემი უფლებები. დედათ აზახობაძე იყავით ერთ-ერთი პირველები. დედათ აზახობაძე ვიყავით პირველები ამ კუთხით, ნამდვილად რაღაც ისეთი პრეცედენტული საქმე იყო, რომლის წყალობითაც ბევრმა სხვა საჯარო მოხელემ, მათ შორის ჩვენთან კონსულტაციის შედეგად შეძლო იგივე გზის გავლა, გამარჯვების მოპოვება და თავიანთი სიმართლის დამტკიცება და შესაბამისი კომპენსაციის თუ ეს განაცდურის ანაზღაურება, ზოგმა აღდგენაც ასევე შეძლო პოზიციებზე და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა, არა მხოლოდ იმ კუთხით, რომ თქვა ჩვენი უფლებების დაცვა შევძელით, არამედ გარკვეული მოდელი შეიქმნა იმის, რომ საჯარო მოხელე არ არის ვალდებული, რომ დაემორჩილოს უკანონო, ასე ვთქვათ, დავალებებს, უკანონობას, რომელიც მის სამუშაო გარემოში არის ზოგადად, ასევე იმ უქარებზე თუ მოწოდებებზე, რომ თავად დავტოვოთ განცხადების საფუძველზე ჩვენი პოზიციები, აი ამას პირდაპირ ესე უპირობოდ თავი არ დავუქნიოთ და სულ მცირე ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის და ამ კუთხით ნამდვილად ასობით საჯარო მოხელემ შეძლო თავისი სიმართლის დამტკიცება. თუმცა დღეს რეალობა არის ბევრად მძიმე. დღეს ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც ფაქტობრივად
ფაქტობრივად არც ერთი ინსტიტუცია, არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუცია თუ არ ჩავთვლით ჯერჯერობით პრეზიდენტს სამწუხაროდ არასრულებს თავის მოვალეობას სათანადოდ და ნებისმიერი მოქალაქე იქნება ეს არც რიგითი მოქალაქე თუ საჯარო მოხელე ფაქტობრივად ამ ტიპის დაცვის გარანტიების გარეშე რჩება თუმცა მე ვიტყოდი რომ დღეს არის გაუმჯობესებული ვითარება იმ კუთხით რომ საზოგადოება არის ბევრად უფრო ერთიანი, ბევრად უფრო სოლიდარული ნებისმიერი უფლებადარღვეული პირის მიმართ, მათ შორის საჯარო მოხელეების მიმართ ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ყველანი ამ დიდ ბრძოლაში საჯარო მოხელეების როლს. მე ვფიქრობ თავად საჯარო მოხელეებიც ძალიან კარგად აცნობიერებენ და ეს დაამტკიცა იმითაც რომ ფაქტობრივად აი არ ვიცი პირველივე დღეებში ძალიან მალევე როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო საკმაოდ ისეთი დრამატული გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაწყვეტასთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილებას გაემიჯნა უამრავი საჯარო მოხელე სხვადასხვა უწყებიდან მათ ძალიან ხმამაღლა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია ძალიან მკაფიოდ და ეს არ იქნებოდა მარტივი ნამდვილად მე მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ გამბედაობისთვის და იმედი მაქვს რომ ისინი კიდევ უფრო მეტ გამბედაობას გამოიჩენენ იმისთვის რომ აი ამ ბრძოლაში კიდევ უფრო მკაფიო და მკვეთრი ნაბიჯები გადადგან და ამ კუთხით ძალიან კარგად გვესმის ის წნეხი რომელიც საჯარო მოხელეებს ყოველდღიურად აქვთ თავიანთ სამუშაო გარემოში თუმცა მათ ასევე კარგად უნდა ესმოდეთ რომ საზოგადოება არის გაფაციცებული და სრულ მზადყოფნაში რომ მხარდაჭერა სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა გამოუცხადონ მათ და აი ამ მხარდამჭერ სერვისებზე თუ სხვა მიდგომებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ ნატისთან ერთად თუმცა დღეს აი ამ ზოგადად დამძიმებულ პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად ჩვენ მივიღეთ ასეთი მოცემულობაც რომ მართლაც დაჩქარებული წესით შეაქვთ ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ სახელმწიფო კანონში კონკრეტულად რას მოიცავს ეს ცვლილებები რა დამატებით ასე ვთქვათ თავისუფლებას აძლევს დამსაქმებელს იმ კუთხით რომ უპირობოდ გაათავისუფლოს ან აიყვანოს პოზიციაზე და დაასაქმოს ახალი პირები და კიდევ ვთქვათ რა კუთხით ზღუდავს საჯარო მოხელეების უფლებებს აი ამაზე ვისაუბრებთ ნატისთან ერთად და ნატი მადლობა დიდი სტუმრობისთვის და გთხოვ მაყურებლისთვის გასაგებად რომ ავხსნათ რა რეალურ საფრთხეებს უქმნის საჯარო მოხელეებს ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის ამ თემით დაინტერესებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი არის მედია ფაქტობრივად სახელმწიფო უწყებების როლს თამაშობს, იმიტომ რომ როგორც წინა ხანზე მტკიცებულებებს აგროვებს და საზოგადოების ინფორმირებას ახდენს ამ ვიდეო თუ სხვა სახის მასალებით, ასევე საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რაც აუარესებს არა მხოლოდ საჯარო მოხელეების, არამედ მთლიანად საქართველოში მცხოვრები თუ გავლით მყოფი პირების მდგომარეობას. ძალიან ბევრი ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რა დამაზიანებელი ცვლილებები შედის დღესდღეობით საქართველოს სხვა კანონში, ეს არ არის მხოლოდ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ასე შემდეგ. ყოველდღიურად უარესდება ის მიღწევები, რაც ჩვენ გვქონდა, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების შემდგომ. ეს ცვლილებები, რის დაინიცირებაც და დაჩქარებული და სასწრაფო წესით მიღებაც მოხდა ამ რამოდენიმე კვირაში. არ არის უცნობი და ახალი ჩვენი კანონმდებლობისთვის ჩვენ გაცილებით უარესი მოცემულობა გქონდა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და შრომითი კანონმდებლობის კუთხით, თუმცა შემდგომ მე გავაუმჯობესეთ, მივიღეთ რაღაცა კონკრეტული მიღწევები, როდესაც საჯარო მოხელი აღჭურვილი იყო რაღაცა დაცვის მექანიზმებით და უფრო მარტივად ბედავდა როგორც უკანონო და უსაბუთებელი გადაწყვეტილების შესრულებაზე უარის თქმას, ასევე თავისუფლებების დაცვას. თუმცა დღეს უკვე გვექნება ისეთი რეალობა, ნუ ჯერ არა, თუმცა დიდი ალბათობით იანვრის ბოლოს, როდესაც ალბათ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს თუ გავა ეს რამდენიმე ორკვირიანი ვადა, 10 დღიანი ვადა და შემდგომ ალბათ ბატონი შალვა ის თავის თავზე აიღებს ამ დიდებული ნაბიჯის გადადგმას და თვითონ მოაწერს ხელს. ალბათ უკვე გამოქვეყნებულნი იანვრის ბოლოს იქნება მოცემულობა, როდესაც საჯარო მოხელეებს ის გარანტიები, რაც ეხლა ჯერ კიდევ აქვთ, აღარ იქნებათ. ძალიან ბევრი დამაზიანებელი ცვლილება შედის უბრალოდ ფიზიკურად აგვექნება დრო და უკაცრავად შეგაწყვეტნებთ გარანტიები ახსენეთ და რომ ავუხსნათ ჩვენს მაყურებელს რომ რა იგულისხმება ამ გარანტიებში რა აქვთ და რა აღარ ექნება. კი ბატონო, აი შევეხები ამ ყველაფერს.
მედით გესმით თქვენ რომ აი მაგალითად კულტურის მიმართულებით გათავისუფლებულმა პირებმა შეძლეს და სასამართლოში მოიგეს დავა და მიიღეს განაცდური ის პერიოდი რაც უნდა აიღოთ მაგალითად 1 წლის განმავლობაში უნდა აიღოთ რაღაცა კონკრეტული თანხა და მიმდინარეობდა დავა და დავის ბოლოს მთლიანად ეს განაცდური თანხები აიღეს. მაგალითად ერთ-ერთი გარანტია, როდესაც სასამართლო იგებ და შეგიძლია ყველა გაცდენილი თანამდებობრივი სარგო აინაზღაურო ერთად. ან აღდგე იმ ტოლფას თანამდებობას საიდანაც გაგათავისუფლეს რეორგანიზაციის გზით. ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით ამის უფლება აღარ გექნებათ. ძალიან მარტივად. მაქსიმალური თანხის ანაზღაურება რაც არის, იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო დღევანდელ მოწყობილობაში არსებული სასამართლო დაადგეს, რომ თქვენს მიმართ დაირღვა კანონი, თქვენს მიმართ განხორციელდა უკანონო გადაწყვეტილების აღსრულება, მაქსიმუმ რასაც შეიძლება მიაღწევთ არის ის, რომ 3 თვიანი კომპენსაციის მიღება მოახდინოთ. ეს როგორი საკითხი არის, იცით, აი ვისაც სასამართლოსთან არ ქონია შეხება, იმისთვის შეიძლება უბუნდოვანი იყოს. თქვენ გჭირდებათ ადვოკატი, თქვენ გჭირდებათ მასალების მოძიება, თქვენ გჭირდებათ რესურსი, რომელიც მინიმუმ რამოდენიმე თვე ყველაზე კარგ მოცემულობაში წლები გრძელდება სასამართლო. ხო, აი ჩემი სასამართლო დავა 5 წელი გაგრძელდა. თან პირველი ინსტანცია, მეორე ინსტანცია, მესამე ინსტანცია, ხო? მარტო ის რომ სასამართლოში წახვიდე, წამოხვიდე ხარჯები რო დათვალო, იურისტის ხარჯი რო დათვალო, ყველა მოხელე, ვინც რეორგანიზაციით გათავისუფლებული იქნება, უბრალოდ იტყვის, რომ არ მიიღეს ის მოგებული 3 თვეც, იმიტომ რომ ჩემი ხარჯი გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე ის. მათ შორის დროითი რესურსი და ენერგია, რომელსაც ამ ბრძოლაში მაგრამ შეიძლება ეგ ხარჯები დააკისრო მოპასუხებ ხარჯს. 3 თვიანი კომპენსაცია არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება. ამ შემთხვევაში, მაგრამ ადრე ეგრე. ზუსტად ეგ არის, ან გარანტიებს, როდესაც გულისხმობ, თუ წინა შემთხვევაში, აი ხა ჯერ კიდევ მოქმედი რეგულაციით შენ შეგიძლია მოითხოვო ყველა გაცდენილი თვე, მათ შორის რაც შეიძლება დაგრიცხოდა როგორც დანამატის ან პრემიის სახით. ამ ყველაფრის მოთხოვნის უფლება ფაქტობრივად აღარ გექნება. ყველაზე კარგი ვარიანტი იღებ 3 თვიან ანუ კომპენსაციას რაც უნდა მიგიღო. ეს ერთი საკითხი, უბრალოდ იმდანაც ბევრი ცვლილება შევიდა, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი ცვლილება ეს არის მოხელის შეფასების საკითხი. თუ აქამდე მოხელე ფასდებოდა წელიწადში ერთხელ, წლის ბოლოს მაგალითად და შენ როგორც მოხელე დააგროვდი 2 არადამაკმაყოფილებელ შეფასებას, ნიშნავს რომ ძალიან ცუდად ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, მეორე არადამაკმაყოფილების შეფასების შემდგომ გიშვებდნენ სამსახურიდან. ახლანდელი ცვლილება რას ნიშნავს? ანუ ეს მეორე შემთხვევაში რას ნიშნავს? თქვათ 1 წლის ბოლოს მივიღეთ ცუდი შეფასება და კიდევ მეორე წლის ბოლოს 2 წელი გრძელდება ამ მიზეზით, ესე რომ თქვათ, ვიღაცისთვის სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთება. 2 წელი. ახლანდელი ცვლილებით, რომელიც ძალაში უნდა შევიდეს იანვრის ბოლოს სავარაუდოდ, ყოველ 6 თვეში სავალდებულოდ ყველა საჯარო მოხელე ექვემდებარება ამ შეფასების სისტემას. პირველივე ცუდ შეფასებაზე თან? პირველივე, არა, 2 შეფასება რჩება, მაგრამ როგორი სიტუაცია არის? მაგალითად, მე როგორც ხელმძღვანელმა კონკრეტული ჩემს დაქვემდებარებულ მოხელეზე შევაფასე ჩემი მოხელე დამაკმაყოფილებლად, მომწონს მისი საქმიანობა, შევაფასე დამაკმაყოფილებლად. ანა, როგორც ჩემი ზემდგომი და ამ სამსახურის მინისტრი, ამბობს, რომ ნატის ზედმეტი მოუვიდა, რატო შეაფასა კარგად და ერთ თვეში ჩემი დადებით შეფასებას შეცვლის ძალიან მარტივად უარყოფითად. ის რომ დასაბუთებაც არ სჭირდება. ანუ რომ მარტივად ვთქვათ, კომკავშირის 6 თვე, 6 შეთხე შევაფასებ და თან კიდევ ამისი ცუდი ნაწილი. 6-ში ხო შევაფასე და თქვი რომ არადამაკმაყოფილებელი. ეგრევე ხო ვერ ვუშვებ. მაგრამ შემიძლია 20% დავუკავო მისი ხელფასიდან, სანამ არ დაიწყება ახალი შეფასების პერიოდი. თუმცა აქ ცოტა ბუნდოვანია, არ ვიცი შეიძლება კანონმდებლობას გაეპარა, გამორჩა. იმიტომ რომ იწყება ახალი შეფასება, როგორც კი დაამთავრებ შეფასებას. მაგალითად, დეკემბრიდან ივნისამდე თუ უნდა შემეფასებინა, ივნისში რო შევაფასებ, ივლისში უკვე იწყება ახალი პერიოდი. ამიტომ ბუნდოვანია 6 თვე გიკავდება ეს 20% თუ 6 თვის ბოლოს გიკავდება ან პირველივე თვეს ან ნუ აქაც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არცებს და რა თქმა უნდა თავის სასარგებლოდ მოხელისთვის საუარესად იქნება ეს შეფასებული. ამიტომ ჩათვალეთ რომ ყველა მოხალე რჩება დაუცველი და ერთ წელიწადში მორჩილებაში. ხო, რა თქმა უნდა, ვინც მორჩილი იქნება, იმას არ შეეხება არც ცუდი. მოიქეთ წესერად არ შეგეხება, გეუნება რა ეხლა. კი, პირდაპირ ანუ არ იქნება დაკავშირებული ეს ყველაფერი იმაზე მე მომწონს თუ არა შენი სამსახურეობრივი შესრულება. სამსახურებრივი საქმიანობიდან გასული იქნება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ვინ შეიძლება შეაფასოს უშუალო მოხელე იმაზე უკეთესად, ვიდრე აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი, ხო? შეუძლებელია ჩემი საქმე უკეთესად დაინახოს მინისტრმა, როგორც რიგითის საქმე, ვიდრე ჩემმა უფროსმა. უფროსი უფრო კარგად ხედავს, შესაბამისად, მის შეფასება უფრო ვალიდური უნდა იყოს. თუმცა ეს ცვლილება ახლა ანიჭებს, ასე ვთქვათ, დიდ უფლებამოსილებას მინისტრს და ჩვენ ვიღწვით იმისკენ, რომ დამოუკიდებლად იყოს დეცენტრალიზაცია მოხდეს, რეგიონები
რეგიონებში დამოუკიდებლად მართონ რეგიონები ადამიანებმა და აქ იწყება ისევ რეგიონებსაც ეხებათ ეს სიპებსაც ეხებათ ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ეხებათ გამონაკლისი აღარ დატოვეს ფაქტობრივად და ეხა კიდევ ერთი გაუარესება ძალიან მკვეთრი გაუარესება ვცდილობ რომ იურიდიული ტერმინები ნაკლები გამოვიიყენო რომ ყველა მე მგონი კარგად ახერხეთ თვაში სულ საყვედური მესმის ამაზე მაინც ახლა შევეცდები საჯარო სამსახურში როდესაც არის დასაქმებული პირი შეიძლება ის დასაქმდეს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე ეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ დაგაბნიოთ ჩათვალეთ რომ ეს არის ვიღაცა პირი რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ვიყვან და მოყვება პოლიტიკურ ფიგურას მაგალითად მოვიდა მინისტრის მრჩეველი მისი ეს თქვა კონკრეტულ საკითხებში სიტყვის შემწევი რაღაცა მიმართულებით რომ გაუმჯობესოს მისი მიმართულება რომელსაც არ მოითხოვება თანამდებობრივი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 27 მუხლი, რომელიც საჯარო მოხელის შესახებ კანონში წერია და ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომ ქართული ენის ცოდნის სავალდებულებას. 27 მუხლი ადგენს რა ვალდებულებები უნდა კონდეს ადამიანს ქმედუნებიან ფიზიკურ პირს, რომ გახდეს საჯარო მოხელე. მაგრამ როდესაც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აკითხავს პირი, ის საჯარო მოხელე აღარ არის. შესაბამისად, ეს ვალდებულებები საჯარო მოხელეზე არ ვრცელდება. ამ 18 წელი სავალდებულო სერტიფიცირება მას შორის და ქართული ენის ცოდნა, ესე პირდაპირ არ ვრცელდება საჯარო ხელშეკრულებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს. გამორჩა თუ გამოტოვეს მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია რომ არ არის. თან ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. კანონშივე ასე წერია, რომ საჯარო მოსამსახურე. ანუ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აყვანილი პირი არის საჯარო მოსამსახურე, მაგრამ საჯარო მოხელე არ არის. მოკლედ რომ ვთქვათ, საკმაოდ აბანო. გამორჩათ ეს რაც იყო ალბათ რუსეთში და ბელორუსში იმ ადამიანების რომლებიც ადმინისტრაციული წესით ადმინისტრაციული საშუალებით შეიძლება იყოს. ასე რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ, განათლების მინისტრი მოვიდა ერთი, ვინმე X-ი ჩვენთან მინისტრების ეს როგორც წესი ეგრეა ხოლმე X-ია ძირითადად. ხო. დღეს X-ია, ხვალ შეიძლება უცებ Y-ი აღმოჩნდეს, სხვა არის, ხო? მოვიდა განათლების მინისტრი, ავტომატურად დანიშნა დეპარტამენტი, სტრუქტურული ერთეულის უფროსი და მისი მოადგილეც კი ინიშნება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით. ეს რას ნიშნავს? ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ვადა სამსახურში პირდაპირ არის დაკავშირებული მის ხელმძღვანელის ვადასთან. იცვლება მინისტრი, იცვლება ყველა დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მოადგილე. ეს როგორ გითხრათ? ამ დაცვების გარანტია ამ საჯარო სამსახურებში მომუშავე ადამიანებს შუარგოლის მენეჯერებს ფაქტობრივად აღარ გააჩნიათ და მიყვებიან და მოყვებიან ზოგადად იურიდიის ლიტერატურაში არსებობს ეს რაღაც არსებობს კანონი და არსებობს ამ კანონის განმარტებითი რა იგულისხმება მათ შორის განმარტებით ბარათი რომელიც ამ შემთხვევაში საერთოდ გამოუყენებელია ერთი აბზაცი წერია და ვერ გაიგებ რა უნდათ კი გაუმჯობესებას აპელირებენ მაგრამ რაფერი აწერია რატო ამჯობესებს ეს ცვლილება კანონს თუმცა არსებობს კომენტარები საჯარო სამსახურის კანონის შესახებ მათ შორის და პირდაპირ წერია რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მოყვანილი პირი ეს არის პოლიტიკური მოხელე, რომელიც ვადაც სამსახურის და რომლის გარანტიებიც მთავრდება მისი ხელმძღვანელის შეცვლის თანავე. გარდა იმისა, რომ ეს დეპარტამენტის ხელმძღვანელებს და მოადგილეებს დაუცველობის განცდას უტოვებთ, აი წარმოიდგინეთ, როგორ უნდა შესრულდეს რაიმე ქმედითაც საჯარო სამსახურში, როდესაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეიძლება 6 თვეში ერთხელ გეცვლებოდეს. და ფაქტობრივად ინსტიტუციური მეხსიერება აღარ ნარჩუნდება ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლოგიკურად უჩნდება мотиваცია, რომ არ მოხდეს ცვლილება ქვეყანაში. და გამოცდილებაც რაღაცა საქმის კეთებას იწყებ და შუა პროცესში ერთ მიდიხარ შეგცვალონ. ანუ რეალურად საქმის გამკეთებელი, ვისაც რაღაცა მიზანი აქვს და რაღაცა გეგმა აქვს, ის ვერ ახერხებს ამის კეთებას და მოდის იმიტომ, რომ მოვიდეს ატაროს პოლიტიკა და წავიდეს და არა აკეთოს საქმე და ჩვენ სულ სისტემურ განახლებებზე ვსაუბრობ და რამდენი რამეა გასაკეთებელი და სად მივდივართ ისე უკან. ან მე შეიძლება მქონდეს ძალიან კაი გეგმა, როგორ განავითაროს სამსახური, მაგალითად რომ ნებისმიერ განათლების სამინისტროში რაღაცა გამოცდების ეროვნული ეგრეთ წოდებული ნაექსე მაქვს რაღაც ძალიან კარგი ცვლილება, რომ გავაუმჯობესო მუშაობა. დავიწყე მუშაობა, გეგმას ვწერ და უცებ ჩემი მინისტრი შეიცვალა, მეც მიყვები მაგას, რა თქმა უნდა, ჩემი მოადგილე. ეს ახალი მოყოლილი ადამიანი თავიდან უნდა გაერკვეს საერთოდ სისტემაში. არც გაერკვევა იქნება ან არა, მე ახალი ხედვა აქვს, მე ამ ახალ ხედვას თავისმა თანამშრომლებმა ხასიათი უნდა დაუჭირონ, იქნება სხვა არის მოწოლილი. იმიტომ რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი არ არის აუცილებელი იყოს კვალიფიცირებული. ანუ უხეშად რომ ვთქვა, ანუ არ არის აუცილებელი ქონდეს რაღაცა კონკრეტული განათლება მიმართულებით, ან სამუშაო გამოცდილება. დღეს არსებობს საერთოდ გაუფასურება ხდება განათლების სავალდებულოდ არ წერია ქართული საერთოდ არაფერი თავარია იყოს პოლიტიკის გამტარი.
ცუდი კიდე ამას რა ახლავს, მოკლედ სამსახურის ხელმძღვანელს შეუძლია ეს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი აიყვანოს და დასვას კომისიაში, რომელიც იყვანს ახალ საჯარო მოხელეებს. ჩათვალეთ, რომ ეს იქნება ჩვეულებრივი გამტარი, აი ეს ადამიანი, რომელიც ყავს ბიძაშვილი ოპოზიციურად განწყობილი, ან დავინახე აქციაზე, რამდენად ვარგისია იმ სამსახურის შესრულებისთვის, რომელშიც შეიძლება დიპლომი ჰქონდეს და საუკეთესო იყოს წარმოჩინებული, ხო? ასე რომ აი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით თან წარმოიდგინეთ, რამდენი საჯარო უწყება გვაქვს სახელმწიფოში, ყველა საჯარო უწყებაში რთულდება მდგომარეობა. იმიტომ რომ პირდაპირ მიბმული ხდება დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მოადგილე მის ხელმძღვანელ პოლიტიკურ ფიგურას და პოლიტიკური მოხელე ხდება, რომელიც კვალიფიკაციის, კარგი გამოცდილების, უნარჩვევების გამო კი არ მოვიდა იქ, არამედ მოყვა მის პოლიტიკურ ხელმძღვანელს. მოდი ვთქვათ რეალობაც ასევე როგორია, რაც მე ასევე დავინახე ჯერ კიდევ 2013 წელს და იყო აბსოლუტურად ტრაგიკული მოცემულობა და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კონფლიქტში შევედი ფაქტობრივად მინისტრთან, იყო ის, რომ მე პირადად მომთხოვეს ოცნების 5 აქტივისტის აყვანა ჩემს დაქვემდებარებაში, რასაც მე უარი განვაცხადე და ეს არ მოხდა მხოლოდ ჩემთან, ეს მოხდა ძალიან ბევრ უწყებაში და სამწუხაროდ, ესეც არის რეალობა, რომელზეც გულწრფელად უნდა ვისაუბროთ და ძალიან ღიად. საჯარო სამსახურები არის ძალიან ხელოვნურად გაბერილი, სწორედ აი ასეთი საშტატო ერთეულებით იმ ადამიანების დასასაქმებლად, რომლებიც იყვნენ ერთგულნი მართველი პარტიისა. თუმცა ცხადია, რომ რა თქმა უნდა საქმის შემსრულებელი, ნამდვილი პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანებიც ბევრნი არიან ამ სისტემებში და ახლა მათი ინტერესები ირღვევა ყველაზე მეტად, თორე ხა ვინც ისედაც ბიძაშვილობით და ახლობლობით იყო დასაქმებული, ისედაც დარჩება კომფორტის ზონაში, ალბათ დარწმუნებული ვარ. რა შეიძლება ვუთხრათ აი ახლა იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მართლაც პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, ამდენი წელია მიუხედავად ალბათ ძალიან ბევრი წინაღობისა და სირთულისა, რომელიც ამ უწყებებში შეხვდათ და რჩებოდნენ თავიანთი პოზიციის და საქმის ერთგულნი, იმიტომ რომ ეს მიაჩნდათ ერთადერთ გამოსავალად იმისა, რომ ქვეყანა ფეხზე მდგარიყო, როგორ შეიძლება მათ თავი დაიცვან ახლა? მე პირადად გულწრფელად მგონია, რომ ერთადერთი დაცვის გარანტია მათი არის ხმამაღლა საუბარი იმ წნეხზე, რომელსაც ისინი განიცდიან, მაგრამ აი შენ ასევე როგორც იურისტი, როგორც ადამიანი, რომელსაც ასევე გაქვს საჯარო მოხელეობის გამოცდილება, რას ურჩევდი მათ? და რა მხარდამჭერი სერვისები შეიძლება შევთავაზოთ ამ ადამიანებს? როგორი საკითხი არის იცით, ძალიან რთულია, როდესაც ხარ საჯარო მოხელე, როდესაც შენი საბრანკო ვალდებულება, შენი ოჯახის ვალდებულება პირდაპირ დაკავშირებულია შენს ხელფასთან, თქვა რომ რაღაცებზე მარტივად ვიტყვარს და წავა სამსახურიდან, ძალიან რთულია გაუწვი იმ წნეხს, რომელიც ხელმძღვანელისგან, ხელმძღვანელის მოადგილისგან თუ უშუალოდ შენი თანამშრომლებისგან შეიძლება მოდიოდეს ამ პერიოდში. აი მართლა მე პირადად 2 თვე ვუძლებდი, არა მხოლოდ ჩემი ხელმძღვანელის წნეხს, არამედ ჩემი თანამშრომლების წნეხსაც, რომ შენი გაჯიუტებით გვიხსნი საფრთხეს ჩვენს. ძალიან რთულია იმ მართლა შეიძლება ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებითაც კი წარმოგეშვას გარკვეული გამოწვევები და პრობლემები, იმიტომ რომ ვერ უძლებდი იმ დატვირთვას, რომელიც შენს მიმართ ხორციელდება, იმიტომ რომ სამსახურიდან უპრობლემოდ ნებით წახვიდე, თუ არა და მე უკვე დამატებითი არანებელობითი და დანებყოფობით. ოჯახური გარემოებების გამო როგორც სტანდარტულად იყენებენ. სტანდარტულად წერ ოჯახური გარემოებების გამო არ კონკრეტებ, რომ შეიძლება ეს ოჯახური გარემოებები ნიშნავს, რომ შენი ნათესავი, შენი და ან ძმა არის ოპოზიციური განწყობილი და სამსახურში და იმიტომ დაგიბარეს გასაუბრებაზე, რომ კარგად ვასრულებ, კი გავიგე, მაგრამ აი შენი ნათესავი, შენი და რო ოპოზიციურად არის განწყობილი, ეს საფრთხეს უქმნის შენს სამუშაოს და იქნებ მოიფიქრო და გადახვიდე. ხო, აი ძალიან რთული არის ამ ყველაფრის წინ იდგე ისე, რომ არ გქონდეს რაღაცა გარანტიები. გაცილებით უფრო მარტივია იმათთვის, ვისაც აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი მაგალითად. არიან სხვა ადამიანები ყავთ, ვისაც შეიძლება დაეყრდნონ. თუმცა უშუალოდ ვისთვისაც საჯარო სამსახური არის არა მხოლოდ პროფესიული წარმატების წყარო, არამედ შემოსავლის ერთადერთი წყარო, ძალიან რთული გამოწვევების წინაშე დგანან. უბრალოდ საჯარო სამსახურის კანონში არსებული ეს ცვლილებები ყველა საჯარო მოხელემ არ იცის კარგად. ანუ იმას კი არ ვაკნინებ, ყველა მოხელეს პრობლემა აქვს. უბრალოდ ეს იმდენად იურიდიული საკითხებია, ყველა მოხელეს შეუძლებელია ეს კონდეს გაგებული. ამიტომ ჩემი პირველი რჩევა იქნება, რომ იურიდიული კონსულტაცია გაიარონ, რა უფლებები და შესაძლებლობები აქვთ იმ შემთხვევაში, თუ გახდებიან შევიწროების ან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები. და ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს ანონიმურად. აი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ კუთხით შემიძლია ძალიან თავისუფლად თქვა არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის სახელწოდებები და საკონტაქტო ინფორმაციები, რომლებსაც შეგიძლიათ მიმართოთ
სწხოვოთ ანონიმური კონსულტაცია, მე თვითონაც ძალიან ბევრისთვის გამიწევია ანონიმური კონსულტაცია და გადამისამართებია სხვებისთვის, ვინც უწევს ამ კონსულტაციას, როგორ უნდა მოაგროვოთ ის მტკიცებულებები, რომლებიც თქვენ გამოგადგებათ. ძალიან რთულია ამ შემთხვევაში ვიმსჯელოთ იანვრის მოცემულობაზე, იმიტომ როგორც თქვით, ფაქტობრივად არც კომპენსაცია ხდება, არც თანამდებობაზე აღდგენა, არც მობილობა. ამაშია საქმე მოვაგროვე ყველანაირად მტკიცებულება, რა სად უნდა ვეძებო სამართალი, რა ადგილი არსებობს ესეთი დაწესებულება, სადაც მე ამაშია საქმე რა აზრია. თუმცა ჩვენ პარალელურად ვიბრძვით იმისთვის, რომ სასამართლო დაბრუნდეს ამ ქვეყანაში, ხო ისე როგორც ყველა ინსტიტუცია. ეს მოცემულობა რომელშიც ახავართ, არ იქნება მუდმივი. მართალია, ყველას გონია რომ მუდმივია, ასე ეგონათ 2012 წლამდეც, იქამდეც, ყველას გონია რომ თვითონ სადაც ის იქნება მუდმივად. მაგრამ ნუ ისტორია ჩვენს რომ არაფერი მუდმივი არ არის, ყველაფერი იცვლება. ამიტომ დღეს რომ მტკიცებულებებს მოვაგროვებ და ხვალ ვერ მივაღწევ შედეგს, ეს იმას არ ნიშნავს რომ შეიძლება ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, მათ შორის ის რომ შენიტყვი რომ სასამართლო რომელშიც მე ეს ვიდავე კორუმპირებული იყო ნეპოტიზმით, ეს გაძლევს საშუალებას რომ საერთაშორისო სასამართლოში იდავო უკვე შენი უფლებების დაცვის. შენი მტკიცებულებები დღეს არის ის ძალა და იარაღი, რომელსაც შენ ხვალდაზე გაუცილებლად გამოიყენებ. ამიტომ თუნდაც ის რომ შექმნა მტკიცებულებები. ხელმძღვანელი გეუბნება რომ იცი, შენ დააორგანიზე შეხვედრა მაგალითად, ან დააორგანიზე ტრენინგი, რომლის თავარი წამყვანი შენ ხარ. მაგრამ ხელმძღვანელმა მითხრა რომ შენი პოლიტიკური შეხედულებების გამო ამ ტრენინგს ჩაიბარებს, რა ვიცი, ჩემი კონკრეტული დაქვემდებარებული ადამიანი. მე მაქვს გამავალი. ეს ინფორმაცია მოიპოვე ამაზე. რატომ გადაწყდა რომ შენ გაკეთებულ საქმეს სხვა უნდა უხელმძღვანელოს? ან მაგალითად მიულინებაში უნდა წასულიყავი, არ წახვედი. ანუ უნდა მოვთხოვოთ განმარტება რატომ აი პირდაპირ ჩემს მაგალითზე პირდაპირ მიბარებდა ეს ახალმოსული ხელმძღვანელი და ხან მორიგებას ცდილობდა ტკბილის სიტყვით, ხან მუქარას ახორციელებდა და ეს ყველაფერი ხდებოდა ზეპირ სიტყვიერად. მივდიოდით შემდეგ კაბინეტში მე და თამაზი და რაღაც მომენტში მოვიფიქრეთ, ეს აი არავის არ ურჩევია, სხვა შორის აბსოლუტურად ჩვენი ის იყო რაღაცა know-how და წერდით ოფიციალურ წერილებს ამ ახალ ხელმძღვანელს და მას უწევდა პასუხის გაცემა, რომელზეც აი როგორც არ უნდა სცადოს, რომ თავი დაიძვრინოს, მაინც ძალიან ბევრი მტკიცებულება სწორედ ასე შეგვიგროვდა ჩვენ და ამით შევძელით ჩვენი სიმართლის დამტკიცება გარდა იმისა, რომ კონკრეტული თქვათ მოწმეებიც იყვნენ დაკითხულები, მაგრამ რომლებთან საუბარი სახალხო დამცველის მართალია ჩვენ უკმაყოფილო ვართ ახლანდელი მოქმედი და სახალხო დამცველსაც მაშინ მივმართ. სახალხო დამცველის აპარატში მუშაობენ ძალიან კეთილსინდისიერი მოხელეები, რომელთა დამსახურება განცხადებების უმრავლესობა მადლობას მართლა მათ, იმიტომ რომ ტიტანუს შრომას ახორციელებენ იმ პირობებში, როდესაც მტკიცე თავიანთი ხელმძღვანელისთვისაც კი უწევთ მტკიცება რომ ეს უნდა გავიტანოთ, ამაზე უნდა ვისაუბროთ, ხო? ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რომ მათ შორის ანონიმურად მიმართონ იმ უწყებებს, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელსაც შევძლებთ კარგი რჩევები მისცენ, მათ შორის როგორ მოიპოვონ მტკიცებულებები, როგორ მოიპოვონ დამატებითი მასალები, რაც მათ მომავალში გამოაგდებათ. ჩემი რჩევა იქნება არც ერთ შემთხვევაში ნებაყოფლობით, ოჯახური მდგომარეობის თუ სხვა მდგომარეობის გამო არ დატოვოთ სამსახური, იმიტომ რომ ძალიან კარგად იყენებენ ამას. მართალია არ უნდა იყოს შერცხვენის საფუძველი, რატო წამოხვედი მაშინ თუ გაგდებდნენ, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ ხდებით ადამიანები წამოვიდეთ ასეთი გარემოდან, მაგრამ უმჯობესია გავაგდებინოთ თავი და გქონდეს დავა. მათ შორის დასკვნითი ბრძანებით თუ სხვა ფორმით გაგიშვან ვიდრე თქვენ დაწეროთ. ანუ თქვენი დაწერილი განცხადებითაც შეიძლება რა თქმა უნდა დავა დამტკიცებულებებს იქნება დამოკიდებული, თუმცა არ წამოხვიდეთ სამსახურიდან, აკეთეთ თქვენი საქმე კეთილსინდისიერ, როგორც აკეთებდით აქამდე და შემდგომ უკვე მოპოვებული მტკიცებულებები, თუნდაც რომ გაგანთავისუფლონ, თქვენ შეგიძლიათ ამაზე მტკიცება და მათ შორის ხოთაშორის კულტურის წარმომადგენლებსაც და მათ შორის მათ რეორგანიზაციით გამშვებსაც არ ეგონა, რომ სასამართლოთი რაღაცას წააგებდა, მაგრამ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი დავა, სადაც მოიგეს უკანონოდ გათავისუფლებულმა პირებმა ეს დავები და ძალიან კარგი პრეცედენტია. მართალია ამ ეტაპზე კიდევ უფრო ცუდი ნდობა გვაქვს და სასამართლოს მიმართ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მოიპოვეთ მტკიცებულებები დღეს, რაც გამოგადგებათ ხვალ ან ზეგი, იმიტომ რომ თქვენ ხვალ მაინც გაგიშვებენ. კი. დღეს უბრალოდ უფრო მეტი. და ჩვენ ნახეთ ეხლა რამდენიმე დღის წინ CSKO-ს ქონდა გამოქვეყნებული Facebook-ზე სტატუსი და რამდენიმე ათობით თანამშრომელი გაუშვეს სამსახურიდან არჩევნების შემდეგ. რეორგანიზაცია ხო მერიაში ცუდი ნაწილი ცვლილების რეორგანიზაციის საკითხი. ზოგადად რეორგანიზაციის მიზანი არ უნდა იყოს მოხელის გათავისუფლება. საერთოდ არ აქვს რეორგანიზაციას ეს მიზანი. რეორგანიზაციის მიზანი არის რომ რაღაცა გაუმჯობესდეს რაღაცის ხარჯზე. სამსახურიდან პირის გათავისუფლების მიზნით, რითაც ხდება ზოგადად ჩვენთან რეორგანიზაციები და სხვათა შორის დასაქმებულების უმეტესობას რეორგანიზაციით უშვებენ, არ არის ამ რეორგანიზაციის მიზანი. მაგრამ აი რეორგანიზაცია შეიტანეს ეს ცვლილება, რომ ჯერ ესეთი რომ გაასაჩივრებ რეორგანიზაციის შესაძლებლ გადაწყვეტილებას, ეს არაჩერებს აქტის მოქმედებას და თან თუ აქამდე იყო ესეთი რაღაცა, მაგალითად შენ ხარ საქმის წარმოების სამართლოს უფროსი.
ვაკეთებ რეორგანიზაციას და უნდა შემოგთავაზო აი ამ უფროსის პოზიციის თანასწორი, ეგრეთ წოდებული ტოლფასი, სხვა თანამდებობა. თუ შენთვის ეს მიუღებელია და არ გინდა, შემოგთავაზებ უკვე სხვა შედარებით შეიძლება იყოს დაბალი კლასის რაღაცა პოზიციაზე მოხელის გადაყვანა. ახლანდელი ცვლილებით უკვე ამის ვალდებულებაც აღარ მაქვს, შესაბამისად რეორგანიზაციით თუ გაგიშვებ, ვერც აღგადგენენ და დამთავრდა 3 თვის კომპენსაციით შენი მთელი კავშირი ამ საჯარო სამსახურით. საინტერესოა, ანა, ეს კანონები გადმოკოპირებული კანონები არის, თქვათ რუსეთიდან და ბელორუსიდან თუ აქ მოგონილი არის ეს ამბავი საინტერესო. პირდაპირ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ ვიცნობ მე ვფიქრობ, რომ ალბათ იქიდან არის პირდაპირ. თუმცა ნუ ავტორიტარული რეჟიმის ხელწერა არის ზოგადად. საშუალება არის უბრალოდ თავისუფლო არასასურველი პირები და შესაბამისად ამის მოფიქრება რა თქმა უნდა რუსეთში უფრო მარტივი იქნებოდა, თუმცა არც ჩვენებს გაუჭირდებოდა. ხო, ახლა მაგაში არაფერი ისეთ განსაკუთრებული არ მოუფიქრიათ რეალურად, უბრალოდ უფლებები შეუზღუდეს. თან გამოცდილებაზე დაფუძნდება. რომ მეტად აკონტროლო ადამიანები. ჩვენ რაც უპრობლემდებათ, მაგის ნიველირება გააკეთოს. უპრობლემდებათ ის, რომ მე სასამართლოში მიდის და ამ სასამართლოს პირობებშიც კი იმდენად აშკარა არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული ადამიანების რაოდენობა, რომ ეს სასამართლოს კი ვერ იზღვევენ თავს წინასწარ. დროში იწელება, იციან და ამიტომ რაღაცნაირად მეორე ადამიანი მაგიტომ ამბობს უარს, რომ დაიწყო საერთოდ დავა. აი, კიდე ერთ შევეხები სასამართლოს ნაწილში, ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ საქალაქო სასამართლოების, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიც, რომ დაუშვებელია სამთვიანი კომპენსაციის ვადით შეზღუდო ადამიანი, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებულად ცნო სასამართლო მაგალითად, მაგრამ ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებას, ანუ ყველაფერს გადაუხვიეს, გადახაზეს, თითქოს არ არსებობდა და ანტიკონსტიტუციურ კანონს იღებენ ფაქტობრივად უბრალოდ შემშლელი არავინ. მაგაზე გეტყვი, რომ ჩვენ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგ შესაძლებლობას ქმნის, განსაკუთრებით ერთობლივი დავების შემთხვევაში, რომ მართლაც საერთაშორისო სასამართლოს ასე პლატფორმის გამოყენების გზით შეძლონ ადამიანებმა თავიანთი უფლებების აღდგენა და მათ შორის იმ კომპენსაციის მიღება, რაც ნორმალურ პირობებში უნდა მიეღოთ, აი ამ არაკონსტიტუციური კანონის მიღებამდე, ხო? აქ გეტყვით, რომ აი გასაჩივრება პირველ ინსტანციაში შეიძლება წააგოს. მეორე ინსტანცია არსებობს. ანუ იმდენად დიდ ხანს იწელება სამწუხაროდ. ჩვენ ვიცით სასამართლოების გადატვირთულობის ამბავი და ობიექტურადაც შეგვიძლია რომ მართლა გადატვირთული არის. მაგრამ ეს სასამართლოს პრობლემაა და არა ადამიანები. კი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ აი იმდენად დიდ ხანს გრძელდება ხოლმე მართლა მთავრობები იცვლება. აი ახლა ერთ-ერთ ჩემს მეგობარს 2018 წლის დავა დაამთავრა ეხლა. საქალაქოში მათ შორის, ანუ 6 წელი გრძელდება, წლები გრძელდება, ამის გასაჩივრებას თავისუფლად აქვს. ანუ ჩემი რჩევა იქნება, რომ ის რომ ეხლა ვიღაცა მყარად გრძნობს თავს ხელისუფლებაში, არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი, რომ შეესწადო შენი უფლებების დაცვა. ყველა მექანიზმი გამოიყენე და მიაღწევ შედეგს. შეიძლება ნერვების ფასად, ბევრი წვალების ფასად, მაგრამ შედეგზე შეგიძლია გახვიდე და ეხლა ამ მოცემულობაში ფაქტობრივად მოხელეების დუმილი ხელს შეუწყობს მათ მიმართ რეპრესიულ ღონისძიებების ადვილად განხორციელებას. ხო და რიგ შემთხვევაში ეს პრინციპის ამბავიც არის ვიდრე რაღაც განაცდურის. აბსოლუტურად, აი ჩემთვის და თაზოსთვისაც ეს საერთოდ არ იყო კომპენსაციის თემა წამყვანი, არც წარმოგვედგინა ამდენ ხანს თუ გაგრძელდებოდა და ამ ხელა კომპენსაციაც თუ დაგვეკისრებოდა, რაღაც ჩვენს წარმოდგენაში უნდა ყოფილიყო რამდენიმე თვის ამბავი და ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანი იყო ღირსების აღდგენა და ჩვენი სიმართლის დამტკიცება. ამასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ის დრო, რომელიც ამ საქმის წარმოებაზე ჩვენ დავუკარგეთ და ის რესურსი, რომელიც ჩავდეთ, კომპენსაციის სახითაც დაგვიკომპენსირდა თუ აღდგა ეს რაღაცა დახარჯული რესურსი და ამ კუთხითაც რა თქმა უნდა ღირებული აღმოჩნდა ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იყო წამყვანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საჯარო მოხელისთვის პრინციპული იქნება ბევრად უფრო მეტად თავიანთი სიმართლის დამტკიცება, რომ ისინი მართლა პოლიტიკური დისკრიმინაციის მსხვერპლები აღმოჩნდნენ ამ პროცესში და არა ის რომ თქვათ რაღაცა სათანადოდ არასრულებდნენ საქმიანობას და ამის გამო მოყვნენ ამ ტიპის შემცირებაში. და უნდა ვთქვათ, აი აფიცვებთან დაკავშირებით მინდა რახან შრომით უფლებებზე ვსაუბრობ და საჯარო მოხელეებზე, აი საჯარო მოხელეების გაფიცვების ამბავი როგორ ხდება პრობლემურობის საკითხი და როგორ უნდა გააკეთონ ისე რომ არ დავარღვიოთ და არ ღვიონ კანონი ასე ვთქვათ და რაღაცნაირად შედეგიანი გამოდგეს ეს გაფიცვა. როგორი საკითხი არის, საკმაოდ ცუდად იყენებენ გაფიცვის უფლებას, მოხელის მიერ გაფიცვის უფლებას, მის მიერ გამოხატვის აზრის გამოხატვის უფლებასაც კი მმართველი გუნდის წარმომადგენლები, არა მხოლოდ პოლიტიკურ ფიგურებზე საუბრობ, არამედ კონკრეტული საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირებიც, იმიტომ რომ მე მყავს გარშემო ბევრი საჯარო მოხელე სხვადასხვა უწყებაში, რომლებმაც უბრალოდ სამსახური დატოვეს, იმიტომ რომ
აქციაზე ყოფნის გამო ხელმძღვანელმა დაიბარა მეორე დღეს მის შენიშვნები და უთხრა რომ დროულად ან დატოვე შენ თვითონ პოზიცია და შენით წადი, იმიტომ რომ მე აღდგენა უფრო მარტივია შენით. ნუ ესეც ფსიქოლოგიური ძალადობის საკითხია, რომ უბნები რომ იცი რა შენ თუ წახვალ მე რაღაცები რომ შეიძლება დაალაგდება უფრო მარტივად აღგადგენ. რა თქმა უნდა აბსურდია და გაუშვი თუ არა და შენ გაგიშვებ ხო იცი მეც წნეხში ვარ. ნუ მოკლედ ფსიქოლოგიური ძალადობის ნაწილია, მაგრამ ძალიან კარგი საშუალებები არსებობს საჯარო სამსახურში, მათ შორის ეგრეთ წოდებული day off-ის ნაწილი, როდესაც ერთდღიან შვებულებას იღებ, როდესაც შენ გაქვს დასვენების საათი, გამოიყენო ის საათი ისე როგორც შენთვის არის ეს მისაღები, იმიტომ რომ აზრის და გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მათ შორის საჯარო მოხელეებს. მართალია ჩვენს ისევ ჩვენს ეს რა თქმა უნდა ყოველთვის ბჭყალებში იგულისხმება, ჩვენს ხელისუფალს გონია რომ საჯარო მოხელეები მათი მონები არიან, რომელმაც ის უნდა გააკეთონ, რაც საჭირო არის და ხმა არა უნდა ამოიღონ, თუმცა საჯარო მოხელეებს თავიანთი უფლებები გააჩნიათ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურის საქმიანობას ხელი არ უნდა შეუშალოს თუ კანონით აკეთებს ამ ყველაფრის განხორციელებას, ან ბევრი გარანტია არსებობს, უბრალოდ ისევ და ისევ უბრუნდებით იმას, რომ ხელმძღვანელები მაინც ცუდად იყენებენ ამ ყველაფერს. მე მყავს მეგობარი, რამდენიმე ნაცნობი, რომლებიც მაგალითად ბიულეტენზე იმყოფებოდნენ და აქციაზე გავიდნენ, მაგ პერიოდში იქნა დაფიქსირებული ხელმძღვანელის მიმართ დარღვევარი და ამის გამო მარტივად დაიწყეს დისციპლინური წარმოება, ან როდესაც უბრალოდ ფოტო დადეს ევროკავშირის დროში თან აქციისგან ფოტო დადეს და ხელმძღვანელმა ნახა და პირველი ეგრეთ სწორებს რომ ნახულობთ ვინ ნახა და შიში არის, აბა ხელმძღვანელმა თუ ნახა და დამიბარა, ან თუ გქონიათ ისეთი შემთხვევები რომ უბრალოდ ადრე გაგიშვეს სამსახურიდან, გითხრათ ხოლმე არის საჯარო სამსახურში ესეთი მოკლე პარასკევს ეძახიან, 4 საათზე გიშვებენ სახლში, შეგიძლია თავისუფლად გაატაროთ დრო, მაგრამ ამ თავისუფალი დრის გატარების დროს თუ ხელმძღვანელმა ნახა რომ აქციაზე ხარ, შეუძლია დაგიბაროს უკან, შეუძლია რა თვითონ ასაკეთებენ. ესეც მტკიცებულებაა, ჩათვალეთ რომ ხელმძღვანელი რო გეუბნება რომ სახლში შეგიძლია წახვიდე და 1 საათში აქციაზე დაგინახა, სტორი ნახა, ან თვითონ დაგინახა ტელევიზიით აქციაზე ხარ და გეუბნება მოდი სამსახურშიო, ესეც ძალიან კარგი მტკიცებულება არის რომ შენი უფლებები იზღუდება, შენი არ რაღაცნაირად მოვაწერინოთ ეს დაფარების შესაძლებელი. რა მაგარი ხალხი ვართ, ამდენი ადამიანი გადის აქციაზე, აი ამ ხელა ზეწოლის მიუხედავად. რა ხელა წნეხი არის სხვადასხვა ყველა მიმართულებით, მათ შორის თანამშრომლების მიმართულებით. შეიძლება ერთი თანამშრომლის გავლენით სხვებზე დაიწყონ გასვლა. აი მაგალითად უთხრან კონკრეტულად მისიანს, რომ ილაპარაკე რა ხარვეზები, რა საფრთხეები შეიძლება გქონდეთ, რომ ვიღაცამ უჩივლა მაგალითად და დაიწყებენ შესწავლას და აქამდე თუ ჩუმად იყვნენ, ეხა შეისწავლიან მის საქმეს. ძალიან ბევრი ასე თქვათ საშუალება აქვთ ფსიქოლოგიური ძალადობისა, აი ძალიან რთულია. მე ამ ბოლო აქციების გამოცდილებით რამდენჯერმე შევამჩნიე ადამიანები, რომლებიც ჩუმად დადიან ესე რიგებში, ასე ვთქვათ და იღებენ ფოტოებს. აი რამდენჯერმე შევამჩნიე მე პირადად ჩუმად გადაღებული ფოტოები. ამიტომ არის რომ ბევრი საჯარო მოხელე ვინც გამოდის აქციაზე, ან კაპიშონით მოდის ეგრეთ წოდებული გადასაფარებელით თავზე, ან რაღაცა უკეთია პირბადები, ან ცდილობენ რომ თავისი პოზიცია ესე გამოავლინონ, რომ ეს არ იყოს სამსახური. ეხლა ამასაც რასაც ზემდგომის თორებში ვერ ნახულობს, ან ტელევიზიაში ვერ ნახულობს, სუსი აწვდის პირდაპირ რომ შენი თანამშრომლები იდგნენ აქ. მე მართლა მგონია, მართლა ძალიან გულწრფელი ვარ ამაში, რომ აი ამ პოზიციის მალვას და რაღაცნაირად სანახევროდ გამოხატვას ისევ ჯობია. ძალიან ხმამაღალი და პრინციპული ვიყოთ კანონის ფარგლებში და ეს დაგვიცავს ხოლმე, იმიტომ რომ მარცხნების მე შემთხვევაში მაინც იპოვიან რაღაც მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ შენი პოზიცია რაღაც ფორმით გამოხატე, ან ამის გარეშეც იპოვიან გარკვეულ მიზეზს იმისთვის, რომ სრული წმენდა ჩაატარონ მართლაც ამ სამსახურებში ეს თუ არა ხვალ. აუცილებლად ჩაატარებენ, რომ ადამიანები, რომელიც შეიძლება ახლა სხვა ფორმით ცდილობს თავის დაცვას, მოექცევა ამ წნეხის ქვეშ და ჯობია რომ ხმამაღლა პოზიციის დაფიქსირებით დაიცვან თავი. და ერთი რაც ასევე მნიშვნელოვანია და ესეც უნდა ვთქვათ, ხო? იქმნება ფონდები, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერის ფონდები, რომელიც დღითიდღე იკრებს უფრო მეტად ძალას და ძალიან ბევრი ემიგრანტი ამ ფონდებს წირავს თავის რესურსებს იმისთვის, რომ უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეები ფინანსურად დააზღვიოს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოს უნივერსიტეტს აქ ფონდი და ნიკა გილაურის ფონდს აქ. კი ბატონო, კი. ამაზე იქნება და კაი რაც მეტი იქნება. სამართლებრივი მხარდაჭერა, რომელზეც ნატი მისაუბრა და კიდევ ვიცი რომ რა თქმა უნდა და შესაბამისად თლიანად ორიენტირებულია იმ მოხელეზე, ან იმ პირზე, ვისაც სამსახურში შევიწროება აქვს ხელმძღვანელისგან თუ სხვა პირის მხრიდან პოზიციებზე. მეც შევაჯამებ მაშინ სიტყვით.
მე როგორც ყოფილი საჯარო მოხელე, რომელიც ბევრ საჯარო დაწესებულებაში ვიყავი და ბოლოს მეც ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მრჩევლის და ფსიქოლოგიური ზეწოლის საბაბით და საფუძვლით მომიწია სამსახურიდან წამოსვლა, ერთ რაღაცას გირჩევთ. ზუსტად ვიცით რა გვინდა ყველა საჯარო მოხელეს. მით უმეტეს იმ საჯარო მოხელებს, რომლებიც საჯარო სამსახურში არ მოხვედრილ ხართ ვიღაცის დამსახურებით. მოხვდით, იმიტომ რომ ისწავლეთ, მიიღეთ განათლება, იშრომეთ, იყავით მოვალეობის შემსრულებელი, იმიტომ რომ ვერ გახდებოდით დეპარტამენტის დირექტორი, იმიტომ რომ ამის საკანონმდებლო საფუძველი არსებობდა მხოლოდ, ვინც გაიარეთ ის გრძელი გზა, რაც ნიშნავს, იყო სტაჟიორი, მე იყო პირველი, მეოთხე რანგი, მესამე რანგი, მეორე რანგი, პირველი რანგი, ანუ იმდენი შრომა ჩადეთ და იმდენი იწვალეთ იმისთვის, რომ თქვენი სამსახური ქვეყნისთვის ყოფილიყო ნიშნულოვანი, ხვდებით თქვენ თვითონაც, რომ უბრალოდ დაუფასებლობას რო თავი დავანებოთ, ხვალდაზე თქვენი სამსახური არ მოემსახურება იმ ინტერესებს და მიზნებს, რისთვისაც თქვენ ამდენი ხანი შრომობდით, ხო? ამიტომ გაქვთ შესაძლებლობა და მე ამას ყოველთვის ვაფიქსირებ. შეუძლებელია პროტესტი იყოს იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად მაღალ შედეგებზე გასული, თუ ამაში არ ჩადებთ თქვენს როლს. ეხლა გამოდიან საჯარო უწყებების კონკრეტული პირები 100 ადამიანი, 200 ადამიანი, რა თქმა უნდა, ისინი ძალიან დიდ წნეხს გადიან და ძალიან გმირობასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, თუმცა აუცილებელია თქვენი მხარდაჭერაც. ყველას ვერც გაგიშვებენ და ყველას ვერც დაგვიჭერენ. ასე რომ უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა, ხვალ თავისუფლად ვთქვათ რაღაცები და ამის გამო ზეგ სამსახურიდან არ გვიშვებდნენ, თუ გვინდა ერთი დღე მოვიგოთ და ზეგ მაინც ამ რისკის წინაშე დავსკეთ. გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი არა მარტო ჩვენი თავისთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც ზუსტად. თუ პრიორიტეტი მარტო ჩვენი თავია, ჩვენი თავისთვისაც გავაკეთოთ და მივიღოთ ის შედეგი, სადაც დამოუკიდებელი საჯარო მოხელე იქნება და არა პოლიტიკური მოხელე, რომელიც პოლიტიკურ პირზე იქნება დაკავშირებული და მიბმული. ძალიან დიდი მადლობა ნატა. მართლა ბევრ რამეს შევეხოთ, უბრალოდ ეს ძირითადი საკითხები არის ის, რომ იპოვეთ ძალა, დაიცოთ თქვენი და თქვენი ქვეყნის მომავალი. მეც მე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ძალიან დიდი მადლობა და როგორ გეტყობათ, რომ გავლილი გაქვთ ძალიან ბევრი რამ, რომ მოსულიყავით. ამიტომაც თქვენ ნატის საუბარი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მას პროფესიული კომპეტენცია აქვს ამ შრომის ფასი და სწავლის ფასი, შრომის ფასზე გამოვლილი ეს ყველაფერი. ნამდვილად. მართალია დიპლომებს აღარ აქვს ძალა და ჩემ 4 დიპლომს არ ვიცი რა. მაგრამ არის კონკურენტუნარიანი ვეღარ გამოვდივარ, უბრალოდ სკოლის განათლება ალბათ მეყოფოდა იმისთვის, რომ ვინმეს მოვწონებოდი რაღაცა მინისტრის პოზიციას მაგალითად. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებები და გისურვებთ და მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმისთვის, რაც წაკეთებთ. ანა, მადლობა დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავავთ და რეკლამის შემდეგ გვეყოლება სტუმრები, რომლებიც გახდნენ მსხვერპლი დაყაჩაღების გარდა იმისა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ ეგრეთ წოდებული სამართალდამცავები აქციების პერიოდში, ამიტომ დაგვეულოთ.